1,385,345 ლარი მოიგო ლატარიის კომპანიისგან თინათინ გიორგობიანმა კიდევ 1 მილიონერი საზეიმოდ გუშინ დააჯილდოვეს. საქართველოს ლატარიის კომპანიამ ის ადამიანს დაასაჩუქრა, ვინც იღბლიანი ბილეთი გაყიდა. ანი მარღანია მოგიყვებით ქალბატონზე, რომელიც დღეიდან ასე უბრალოდ მილიონერის სტატუსით გააგრძელებს ცხოვრებას. ეროვნული ლატარიის რიგით მე-17 ჯეკპოტის მფლობელს თინათინ გიორგობიანს ყუთვნილი თანხა 1,380,345 ლარი გუშინ საზეიმოდ გადაეცა. კიდევ ერთ მილიონერს ლატარიის კომპანიამ საზეიმო მიღება მოუწყო და ყუთვნილი თანხა მეგობრებისა და ახლობლების გარემოცვაში გადასცა. სწორედ მათთან ერთად გაიზიარა პირველი სიხარული ქალბატონმა, რომელიც უკვე მილიონერის სტატუსით გააგრძელებს ცხოვრებას. ჯერ კიდევ ვერ გამოვხატავ. უბრალოდ იღიმები. სიხარული დიდი იყო და უფრო მეტი იქნება ალბათ, იმიტომ რომ ყველას გაეხარდა და ალბათ კეთილ საქმეებს გავაკეთებ. ჩვენთვისაც ძალიან ბედნიერი დღეა, იმიტომ რომ განსაკუთრებით ველოდებით ხოლმე მილიონერის გამოვლენას. როდესაც ჯეკპოტი მილიონს უახლოვდება, მაშინ სულ ემზადებით ხოლმე, რომ როდის და მოხდა ეს ბედნიერი დღე. თითოეული შეძენილი ბილეთი საქართველოს ლატარიის კომპანია ახორციელებს იმ საქველმოქმედო აქციებს და სოციალურ პროექტებს, რაც ყველასათვის უკვე კარგად ცნობილია და ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს ერთი ბილეთი და ადამიანებს ოცნების აღქმაში დაეხმაროს. საქართველოს ლატარიის კომპანიამ გუშინის მეჯიხურეთს დააჯილდოვა, რომელმაც იღბლიანი ბილეთი გაყიდა. მეტრო დელისის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალბატონ თინათინს ლოტოს ბილეთი ქრისტინე მარტაშვილმა მიყიდა. მას ყუთვნილი თანხა 27,607 ლარი გუშინ გადაეცა. მეტრო დელისთან ვაჟას 41-ში მდებარეობს ჯიხური. ქალბატონი თინა ყველა გათამაშებისთვის ყიდულობდა ხოლმე ერთ ბილეთს, ყოველთვის ერთი და იგივე რიცხვებით. და აგერ ეს ბილეთი აღმოჩნდა მომგებიანი. როგორც იცით, მოგებაში ადგეს 1,380,345 ლარს, ძალიან სოლიდური თანხაა. გვიხარია, რომ კიდევ ერთი ადამიანი გავაბედნიერეთ, მასთან ერთად გადავეცით საჩუქრად 27,607 ლარი ქალბატონ ქრისტინე მარტაშვილს, რომელმაც გაყიდა ეს ჯადოსნური ბილეთი. საქართველოს ლატარიის კომპანია ყველას იღბალს წარმატებებს და ყველაფერს კარგს უსურვებს. თინათინ გიორგობიანი წლებია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. მოგებული თანხის მიუხედავად მუშაობას აქტიურად განაგრძობს კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე, რომელიც ამჟამად კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტია. კითხულობს ლექციებს ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაში. ის რაც ზუსტად იცის, ის არის, რომ მოგებული თანხის ნაწილს ქველმოქმედებას მოახმარს. მას უკვე გადაწყვეტილი აქვს სწავლა მის რამდენიმე სტუდენტს დაუფინანსოს. იყო რამდენიმე მაგისტრანტი, რომელიც მუშაობდა დილიდან საღამომდე და საღამოთი ქონდა ხოლმე ეს ლექციები და იყო ძალიან დამქანცველი მათთვის და მე მოფიქრებული მაქვს და ეს აუცილებლად განხორციელდება, რომ რამდენიმე მაგისტრანტს მე დავაფინანსებ ამ 2 წლის განმავლობაში. ეს ახალი აღთქმის მასალაზეა გაკეთებული. თინათინ გიორგობიანი წლებია მონოგრაფიებს, ძველბერძნულ ქართულ ლექსიკონებსა და სამეცნიერო სტატიებს აქვეყნებს. მოგებული თანხის ნაწილს ახალი წიგნების გამოცემას მოახმარს. სამსახური ის ადგილია, სადაც დღის ყველაზე დიდ ნაწილს ატარებს. გამარჯვების სიხარულიც პირველებს სწორედ საკუთარ თანამშრომლებს გაუზიარა. მას მერე რაც გავიგე ეს ამბავი, რომ მოიგო თინიკომ ჯეკპოტი და ეს ჯეკპოტი მილიონს აჭარბებს, გაოცებას ვერ ვალავ და სულ ყოველს ვეუბნები, ვისაც უყვები ამ ამბავს. წარმოგიდგენიათ, 6 ციფრის ზუსტად დასახელება. სრულიად წარმოუდგენელია, სასწაულია. თინა არის ძალიან გულუხვი, ძალიან უშურველი და რაღაცა მე რომ ვიფიქრეთ, რომ ძალიან ლოგიკურია, რომ სწორედ თინამ მოიგო. რაღაცნაირი ღვთისგან დაჯილდოებულია ამ უშურველობით. და რაღაცა ხოც სიკეთით გიბრუნდება ყოველს ადამიანს. 1,385,345 ეროვნული ლატარიის რიგით მე-17 ჯეკპოტი რუსთავიორის პირდაპირ ეთერში 31 იანვარს გათამაშდა. ლატარიის კომპანიის დაარსებიდან დღემდე მოგების სახით 103 მილიონ ლარზე მეტი გაიცა. იღბალს და მოგებას გისურვებთ. კარგად. ვილოცავთ ამ ქალბატონს ნამდვილად კარგია და კიდევ ბევრ ქართველს უსურვებთ მოგება.